მოიხსენებათ ახლა გეტყვით პირველ თებერვალს შეეხება პირველი თემა არის ჩვენი რაგბი და მარტო არა რაგბი 6 ერით დაიწყო ზალაში უკვე 6 ერი მე გეტყვით საქართველოს ნაკრებმა შვეიცარიასთან გაანადგურა სრული ამ სიტყვით ვიძახი გაანადგურა 10-0 და ევროპის შესაძლებელი ევროპის ჩემპიონატზე პირველ ადგილს იკავეს ჯგუფში. აქ არის ნიდერლანდები, ესპანეთი ჩვენ ჯგუფში და შემდეგი თამაში იქნება 8 თებერვალს და 6 ერი თამაშებსაც მოგახსენებთ. საფრანგეთის ნაკრებმა კარგად დაიწყო პირველი მატჩი, რაც შეეხება უელსის ნაკრები 0-53 გაანადგურა უელსის ნაკრები და 6 ერით კარგად დაიწყო, რამდენადაც მოგეხსენებათ. მხოლოდ თამაში გამოდგა რთული ინგლისი, ნიდერლანდები, რომ ინგლისი ირლანდია და ირლანდია მოიგო ეგ თამაში და ჩაიწერა პირველი ქულები ჯგუფში. ეხლა კი რა შეეხება საფეხბურთო ამბებს, ჩემო არხის მაყურებლებო. დავიწყოთ პირველი საფრანგეთში ლიგა 1-ში. რამდენად მოგიხსენებათ თამაში იყო ძალიან რთული თამაში გამოდგა რიონის და მარსელის, რაც რიონს ძალიან ჭირდებოდა გამარჯვება და აქ ამოიგინეთ ახლა 1-2 დაგებდა 2-2 გახდა და მე მაინც მარსელმა მაინც მოიგო ბოლო წუთებში და რიონმა გაირთულა მდგომარეობა, იმიტომ რომ მე-7 ადგილზეა და ამისთვის ჭირდება ახლა რიონს დასახული თავისნაირად 4-ში შევიდეს და შემდეგ მომავალ წელს ჩემპიონთა ლიგაზე მოიპოვოს თამაშის უფლება და რა შეეხება დავიწყოთ ახლა ბარსელონამ უпроსორად ლა ლიგაზე კესაუბრები დამჯერად ბარსელონამ უпроსორად ძალიან რთული თამაში მოიგო 1-0 მოიგო და რაც თავარია ჩაიწერა 3 ქულა ჩამორჩება მადრიდის ატლეტიკოს 1 ქულით და მადრიდის რეალს 4 ქულით ჩამორჩება და ლა ლიგაში იზრდება მდგომარეობა და რამდენადაც თვალყურს მივამდენეთ ჩემი აზრით ლა ლიგაში დაიძაბება მდგომარეობა, იმიტომ რომ ბარსელონა აღარა რომელსაც უჭირდა კი მესი წავიდა, რონალდო წავიდა, მაგრამ აქედან გამომდინარე ამ გუნდებმა შეინარჩუნეს სახე, გუნდის სახე და რეიტინგი, რაც თავარია. მე მინდა ვთქვა, რომ ეხლა ჩემპიონთა ლიგასაც შევეხები და ვიტყვი, რომ ჩემპიონთა ლიგაზე რას ხდება, ჩემო არხის მაყურებლებო, პარი სენ-ჟერმენი ბრესტს შეხვდა, ლივერპული სავარაუდოდ ბარსელონას შეხვდება და თამაშები იქნება დავიწყოთ თამაშები იქნება 12 თებერვალს პირველი მატჩი და 20 თებერვალს მეორე მატჩი, მანამდე კი როგორც ყოველთვის ეს იქნება ჩემპიონატები, მანამდე შაბათ-კვირა და საინტერესო თამაშები რაც შეეხება და კიდე მე მინდა ვთქვა, რომ ხვიჩა კვარაცხელია რაც წავიდა ნაპოლიდან, ნაპოლმა ეხლა შეუაფასებ და ამ სრული სიტყვით ბოლოს რაც შეეხება ნაპოლმა რომასთან ძალიან რთულ მატჩი იგებდა 1-0 და რომამ ბოლო წუთზე ისი თქვა განმოვანგვინი ბურთიდან ხელუთელმა და ეგ 1-1 გახდა და ქულები გაიყვეს რა სერიაში, რომელზეც ახლა ნაპოლი 51 ქულით პირველ ადგილზეა და ძალიან საინტერესო 54 ქულით პირველ ადგილზეა და ძალიან საინტერესო მიცავდება მოვლენები სერიაში და მე მინდა ვთქვა, რომ მანამდე როგორც მოგეხსენება დღეს 4-ია და დაანველოდები 20 მატჩს და 20 მატჩს რა შეეხება ჩვენ სტუმრად ვეთამაშებით და ძალიან მნიშვნელოვანია სტუმრად რანაირ თამაშს ვაჩვენებთ და როგორი სწრაფი თამაში შემოგთავაზებენ ჩვენი ბიჭები. დღევანდელი ამბები სულ ეს იყო, გამოიწერეთ ჩემი არხი, რათა ბევრ საინტერესო ამბებს გაგაგებიოთ და
საუკეთესო ამბებს გაგაგებია. მადლობა დიდი. შვენიერი.